მოგესალმებით, კვორუმი გვაქვს, შეგვიძლია დავიწყოთ კომიტეტის ხდომა. სანამ კომიტეტის ხდომას დავიწყებთ, მინდა საზოგადოების ვაცნობო, რომ დღეს არის შშმ პირების უფლებების დაცვის დღე, რომელსაც, რა თქმა უნდა, პარლამენტიც უერთდება. დღეს გაიმართა მთავრობათა შორის უწყებათა შორისი კომისია, რომელზეც არსებობს მიმდინარე გეგმები ამის აღსრულების ნაწილში, მონიტორინგის ნაწილში და საზედამხედველო კომპონენტში. რა თქმა უნდა, პარლამენტიც ერთვება, განსაკუთრებით განათლების კომპონენტის ნაწილში და ასევე ქალთა და ბავშვთა კომისიის ფარგლებში და მინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ის, რომ დღეს შშმ პირების უფლებების დაცვის კუთხით საგრძნობლად გაუმჯობესება არის როგორც პოლიტიკის ნაწილში, ასევე ბიუჯეტის განვიხილავთ დღეს და ბიუჯეტის კომპონენტში არის საგრძნობი ზრდა როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე შინაარსობრივ კომპონენტში და დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ძალისხმევა ამ მიმართულებით კიდევ უფრო გავაძლიეროთ და საქართველოს იყოს ერთ-ერთი კარგი ადგილი მსგავსი ტიპის საჭიროებების მქონე ადამიანებისათვის, როგორც ინფრასტრუქტურულ ადაპტირების ნაწილში, ასევე შინაარსობრივ მეთოდოლოგიურ კომპონენტში. ახლა შეგვიძლია გადავიდეთ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხზე. დღეს გვაქვს ერთადერთი საკითხი, ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მომხსენებელი ყავს ბატონი გიორგი კაკაურიძე. გთხოვთ პირველ რიგში დღის წესრიგს უყაროთ კენჭი, ვინ არის მომხრე და გადავიდეთ უკვე მოხსენებაზე. ბატონო გიორგი, გისმენთ. დიდი მადლობა, მოგესალმებით. წარმოგიდგენთ ინფორმაციას 2025 წლის ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით. რამდენიმე კომპონენტისგან შედგება, ეს არის ეკონომიკური პარამეტრების დაზუსტება, მათ შორის ეკონომიკური პარამეტრებიდან გამომდინარე შემოსავლების ნაწილის დაზუსტება და ამავდროულად ხარჯვით ნაწილში იმ საჭიროებების დაფინანსება, რომელიც ერთის წელს სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში წარმოქმნილია დამატებითი თანხის საჭიროება და მეორე მხრივ ეს ბიუჯეტი მომზადდა 2026 წლის ბიუჯეტთან ერთად და შესაბამისად ნაწილობრივ ითვალისწინებს ისეთ ხარჯებს, რომელიც 2026 წლის ბიუჯეტს დაეხმარება და გამოათავისუფლებს იქ გარკვეულ რესურსებს. დავიწყებ ეკონომიკური პარამეტრებით. მოგეხსენებათ, ჩვენ ბიუჯეტი დავგეგმეთ 6%-იან ეკონომიკურ ზრდაზე, თუმცა წლის განმავლობაში იყო უფრო მაღალი ეკონომიკური ტენდენციები. შესაბამისად, სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტებმა ჩვენი რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდეს და 7-დან 7.5%-მდეა სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტის პროგნოზები. ჩვენც ნახეთ, უკვე გამოქვეყნებულია 10 თვის წინასწარი მაჩვენებლები, 7.6%-ია 10 თვეში წინასწარი მაჩვენებლები, რაც გვაქვს ეკონომიკური ზრდა. შესაბამისად, ჩვენს გადავხედეთ აღნიშნულ პარამეტრს და ნაცვლად 6%-ისა წარმოადგენილი განახლებული პროგნოზების მიხედვით არის 7.2%. ამავდროულად გასათვალისწინებელია, რომ სტატისტიკის სამსახურმა დააზუსტა გასული წლის ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 91 მილიარდ 800 მილიონის ნაცვლად აღნიშნულმა მაჩვენებლებმა შეადგინა 93 მილიარდ 22 მილიონი ლარი, რამაც ასევე იმოქმედა მიმდინარე წლის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობის პროგნოზზე და შესაბამისად ნაცვლად თავდაპირველად განსაზღვრული 99 მილიარდი ლარისა დღეის მდგომარეობით წარმოდგენილი განახლებული პროგნოზის მიხედვით შეადგენს 104 მილიარდ 407 მილიონ ლარს. ნაერთი ბიუჯეტის რამდენიმე პარამეტრს მოგახსენებთ. პირველ რიგში საგადასახადო შემოსავლები 200 მილიონით ლარით იზრდება ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების გეგმიური მაჩვენებელი. ჯამურად შემოსულობები დაახლოებით 222 მილიონი ლარით არის გაზრდილი. ბიუჯეტის დეფიციტი შენარჩუნებულია მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 2.5%-ის დონეზე, ხოლო ვალის მაჩვენებელი შემცირებულია 34.1%-ზე. თავდაპირველად რო დავგეგმეთ 35.9% იყო წლის ბოლოსთვის ვალის მოცულობა. რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის ნაწილს უშუალოდ, სახელმწიფო ბიუჯეტში ჯამური მოცულობები არც ხარჯვitში და არც შემოსულობების ნაწილში მნიშვნელოვნად არ იცვლება. შემოსულობების ნაწილში არის 22 მილიონიანი ზრდა, ხოლო და ხარჯვის ნაწილში 11 მილიონიანი, თუმცა სტრუქტურულად ხდება გადანაწილება, შემოსავლები იზრდება, ხოლო ვალის აღების ნაწილი არის შემცირებული, რაც შემოსულობებს უკავშირდება. კერძოდ შემოსავლების ნაწილში ზრდა გვაქვს დაახლოებით 391 მილიონი ლარი და ჯამში შეადგენს
23 მილიარდ 816 მილიონ ლარს, მათ შორის საგადასახადო შემოსავლები არის 21 მილიარდ 940 მილიონი ლარი, სხვა გრანტები არის 186 მილიონი ლარი, ხოლო სხვა შემოსავლები მილიარდ 690 მილიონი ლარი, პრივატიზაცია 300 მილიონი ლარი, სესხების დაბრუნება 340 მილიონი ლარი, ხოლო ვალდებულების დასწრად შეეხება საშინაო ფასიანი ქაღალდების გამოშვება იგივე დონეზეა და მილიარდ 600 გვაქვს, ბიუჯეტის მხარდაჭერი კრედიტებიც ასევე იგივე დონეზეა და 600 მილიონი ლარი გვაქვს გათვალისწინებული, ხოლო საინვესტიციო კრედიტების ნაწილში წლის ბოლომდე პროგნოზირებული ათვისების გათვალისწინებით შემცირებულია 298 მილიონი ლარით და 927 მილიონ ლარს შეადგენს. რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს, ხარჯვით ნაწილში როგორც თავიდანვე აღნიშნე არის ორი კომპონენტი, ერთი რაც პროგრამებში და სხვადასხვა მიმართულებებით, სადაც წლევანდელ წელს დამატებით საჭიროება იყო და მეორე მხრივ რაც 2026 წლის ბიუჯეტთან თანხვედრაში არის გამოყოფილი თანხები. დავიწყებ ჯანდაცვის სამინისტროს ნაწილით. ჯანდაცვის სამინისტროს შემთხვევაში ჩვენ გვაქვს მატება ჯამურად 133 მილიონი ლარი, თუმცა სხვადასხვა პროგრამებში განსხვავებული სიტუაცია გვაქვს. ეკონომიები იყო პენსიების ნაწილში, ვინაიდან ბენეფიციართა რაოდენობა უფრო ნაკლებით არის გაზრდილი, ვიდრე პროგნოზირებული იყო. გასული წლისგან განსხვავებით, როცა უფრო მეტად გაიზარდა და გარკვეული დეფიციტი ჰქონდა წელს პირიქით, ცოტა მეტობით იყო დაგეგმილი და შესაბამისად აქ არის დაახლოებით 10 მილიონი ლარი ეკონომია, ასევე დასახლების მშენებლობის ნაწილში არის 15 მილიონი ლარი, ხოლო საყოველთაო ჯანდაცვის ნაწილში გვაქვს დამატებით საჭიროება, შესაბამისად ამ 25 მილიონიან ეკონომიასთან ერთად დამატებით გამოიყოფა 170 მილიონი ლარი და ჯამში 195 მილიონი ლარი ემატება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას. ამავდროულად ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით არსებული პროექტი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებების რეაბილიტაციაზე და აღჭურვისთვის არის გათვალისწინებული, აქ წელს ათვისების პროგნოზიდან გამომდინარე 37 მილიონი ლარით არის შემცირებული და ეს თანხა უკვე ასახულია 2026 წლის ბიუჯეტში დამატებით ეს თანხა არის ასახული. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნაწილში გვაქვს 258 მილიონი ლარი. აქ ყველაზე დიდი და საჭირო რაც იყო წელს ეს არის რთველის დაფინანსება, 160 მილიონი ლარით იზრდება რთველის დაფინანსების ხარჯი. მოგეხსენებათ წელს ძალიან მაღალი იყო მოსავალი, როგორც კახეთში ასევე ზოგადად ყურძნის მოსავალი იყო მაღალი და ჯამურად წელს ბიუჯეტიდან 220 მილიონი ლარზე მეტი მიიმართება რთველის დაფინანსებაზე. ამავდროულად გამოიყოფა მელიორაციისთვის 100 მილიონი ლარი, რომელიც რეალურად არის იმ თანხების ანაზღაურება, რომლის ფარგლებშიც კომპანიამ მომდევნო წელს უნდა განახორციელოს პროექტები სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში სამელიორაციო სისტემების როგორც რეაბილიტაციები, ასევე მათი ექსპლუატაციის ხარჯებია გათვალისწინებული. თავდაცვის სამინისტროს შემთხვევაში გვაქვს და 110 მილიონი ლარი და ეს არის ძირითადად შესყიდვების ფარგლებში არსებული ვალდებულებები, ნაწილი ტექნიკის, რომელიც შეძენილი იყო მრავალწლიანი კონტრაქტების გზით, წელს მათი ნაწილის ჩამოსვლა ნაწილი უკვე მოხდა და ნაწილი ამ დღეებში ველოდებით კიდე მიღებას. შესაბამისად ამ ვალდებულებების ასანაზღაურებლად არის დამატებული თანხები. უსაფრთხოების სამსახურის ნაწილში 45 მილიონიას და აქაც ძირითადად ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებების განახლების ნაწილშია დამატებული თანხა. სპორტის სამინისტროს შემთხვევაში გვაქვს და ეს არის სხვადასხვა ფედერაციების ფარგლებში არსებული დეფიციტი, მათ შორის კალათბურთის ნაწილში გვაქვს და ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან გამომდინარე დამატებითი ხარჯი, რაც მოუწია გაწია ფედერაციამ სწორედ ამ თანხების ანაზღაურება. რაგბის ნაწილში გვაქვს გარკვეული ვალდებულებები, რაც წინა წლებში დაუგროვდა ფედერაციას, მაგისი ანაზღაურება. ფეხბურთის ნაწილში ფეხბურთის ფედერაცია არ ფინანსდებოდა ბიუჯეტიდან, თუმცა წელს ჩატარებული მატჩებიდან გამომდინარე გარკვეული დეფიციტი ჰქონდა ფედერაციასაც საკუთარი რესურსის ფარგლებში და ამიტომ 4,5 მილიონი ამ ნაწილში ემატება. სხვადასხვა ფედერაციებში ჯამში 60-მდე ფედერაცია რაც ფინანსდება ერთი პროგრამის ფარგლებში და 4 მილიონი ლარია დამატებით გამოყოფილი, ხოლო სპორტსმენთა ჯილდოების ნაწილში წლის პირველი ნახევრის ჯილდოები ანაზღაურებულია დაახლოებით 19,5 მილიონი ლარი და უკვე მას შემდეგ რაც წლის მეორე ნახევარში სხვადასხვა ჩემპიონატების ფარგლებში სხვადასხვა მედლები მოიპოვა შვილ სპორტსმენებმა, ამის მიხედვით ხდება დამატებით 12,5 მილიონი ლარის გამოყოფა და ესეც გადაეცემათ წლის ბოლომდე შესაბამისი სპორტის სახეობის სპორტსმენებს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აქ ერთად არის წარმოდგენილი ბიუჯეტში, წელს ვინაიდან დამტკიცებულ ბიუჯეტში ესე იყო. აქ პროგრამების მიხედვით სხვადასხვა მიმართულებები გვაქვს. საგზაო ინფრასტრუქტურაში არის შემცირება 137 მილიონი ლარის ოდენობით და ეს ძირითადად დაკავშირებულია სხვადასხვა პროექტები აქ მოგეხსენება, თუმცა ძირითადი ნაწილი დაახლოებით 156 მილიონი გათვალისწინებული იყო წითელი ხიდისა და ალგეთის სადახლოს მონაკვეთების მშენებლობისთვის, რომელზეც ტენდერი გამოცხადებულია, თუმცა ჯერ დასრულებული არ არის და შესაბამისად წელს ვერ მოხდება თანხების ანაზღაურება. რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მიმართულებით შემცირებულია 90 მილიონი ლარით, წყლის და წყაროების სისტემების კუთხით გამოყოფილია დამატებით 360 მილიონი ლარი. აქედან მომდევნო წელს მოგეხსენებათ იყო 200 მილიონი ლარი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტები, შესაბამისად წელს გამოეყოფა 400 მილიონი ლარი და მომდევნო წლის 200 მილიონი შემცირდება და საბოლოო ჯამში ამ 400 მილიონი ლარით უზრუნველყოფს მომდევნო წლის განმავლობაში ყველა იმ პროექტის განხორციელებას, რომელიც არის დაგეგმილი მომდევნო წლისთვის. შემდგომი არის მყარი ნარჩენების მიმართულებით, აქაც კომპანიას წელს მიეცემა ის 40 მილიონი ლარი, რომელიც მომდევნო წლის მყარი ნაგავსაყრელების ეგრეთ წოდებული ოპერირებისთვის იქნება საჭირო და მომდევნო წელს ეს თანხა გამოთავისუფლდა და გადაწილდა ისევ სოფლის მეურნეობის სამინისტროში სხვადასხვა მიმართულებებზე. გარდა ამისა არის შემცირება ტურისტული ინფრასტრუქტურის ნაწილში, ეს არის რაც ათვისების პროგნოზი გვაქვს 75 მილიონი ლარი, სპორტული ინფრასტრუქტურა 188 მილიონი ლარით. განათლების და მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს ნაწილში აქაც გვაქვს შემცირება საკმაოდ დიდი 250 მილიონი ლარის ოდენობით და ეს ძირითადად გამოწვეულია საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს გაუქმების შემდგომ. მოგეხსენებათ, ინფრასტრუქტურის მშენებლობა გადავიდა ინფრასტრუქტურის სამინისტროს ნაწილში და შეიცვალა თვითონ მიდგომა, ნაცვლად დიზაინ ბილდის მეთოდით მშენებლობებისა. სამინისტრომ დაიწყო პროექტირებები თითოეული სკოლის მიმართულებით, რომ ახალი როგორც რეაბილიტაცია, მსხვილი რეაბილიტაციები და რეკონსტრუქციები რაც არის, ასევე მშენებლობის ნაწილში ჯერ პროექტირება გახორციელდეს და ამის შემდეგ გამოცხადეს ტენდერები სამშენებლო სამუშაოებზე. თითქოს დიზაინ ბილდის მეთოდი იყო უფრო დროში მომგებიანი, თუმცა საბოლოო ჯამში რაც ფაქტიურად ხდებოდა დროში არც ისე მალე არ მთავრდებოდა ეს ნაწილიც და მე ყოველთვის გარკვეულ პრობლემებს იწვევდა ის, რომ ერთი და იგივე კომპანია იყო როგორც პროექტის განმახორციელებელი, ასევე თვითონ სამშენებლო სამუშაოების განმახორციელებელი. კულტურის და სპორტის სამინისტროს ნაწილში გვაქვს შემცირ ჯამში ბიუჯეტი არ იცვლება, თუმცა პროგრამებს შორის არის მცირე გადანაწილებები, პროგრამებს შორის ეკონომიკის სამინისტროს ნაწილში გვაქვს მატება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის ნაწილში, წელს გამოეყოფა 40 მილიონი ლარი დამატებით და ეს გამოათავისუფლებს თანხას მომდევნო წელს, ხოლო ეკონომიები არ უბრალოდ წელს ათვისების პრობლემა არის გარკვეულწილად ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის ნაწილში და ეს თანხები არის შემცირებული და გადასულია მომდევნო წლის ბიუჯეტში. იუსტიციის სამინისტროს ნაწილში ეკონომია გვაქვს ძირითადად არბიტრაჟების ნაწილში, კერძოდ საკონსტიტუციო მომსახურებები, რომელსაც ქირაობს კომპანიებს იუსტიციის სამინისტრო, აქ გვაქვს 28 მილიონიანი ეკონომია, ეს ეკონომია იქნება მომდევნო წელსაც და როგორც წელს ასევე მომდევნო წელს შემცირებულია ეს თანხები. ასევე გარკვეული ეკონომიებია წარმოქმნილი პარლამენტის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ცენტრალური საარჩევნო კომისიას, საერთო სამართლოები და მათი წერილების საფუძველზე ეს თანხებიც მცირდება წლევანდელ ბიუჯეტში. ასევე არის საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურება, ანუ პროცენტის ხარჯია შემცირებული, ვინაიდან კურსდაშორის სხვაობა მოგვცა შემცირების საშუალება, ანუ ეკონომია რეალურად წელს 100 მილიონი ლარის ოდენობით და შესაბამისად ეს თანხა აკლდება ბიუჯეტს და ეს გადადის რეალურად 115 მილიონი ლარი ემატება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდს. ამ დამატების მიზანი არის, რომ წელს ის სამუშაოები, რომლებიც მუნიციპალიტეტებს დაგეგმილი ჰქონდათ მრავალწლიანი ბიუჯეტის ფარგლებში, თუმცა წელს კონტრაქტორებმა შეასრულეს ფაქტიურად სამუშაოები, ფაქტიურად შესრულებული სამუშაოები წელს ვიანაზღაურდეს, ამისთვის ხდება თანხის დამატება, ასევე საჭირო გახდა თანხის დამატება დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსებისთვის, მოგეხსენებათ, როდესაც ვისაუბრე გადასახადების დაზზე, ყველაზე მეტად გაზრდილია საშემოსავლო გადასახადი, ეს ნიშნავს, რომ ერთის მხრივ დასაქმებულთა რაოდენობაა გაზრდილი, მეორეს თვითონ ხელფასები, შესაბამისად თანადაფინანსება
დაფინანსებაც საპენსიო ფონდში არის უფრო მაღალი და ამ მხრივ ემატება 12 მილიონი ლარი. ეს არის ჯამურად ძირითადი ცვლილებები, რაც გვაქვს 2025 წელს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მთლიანი ჯამური მოცულობები არ იცვლება, თუმცა სტრუქტურულად შეცვლილია ბიუჯეტი, შემოსავლების ზრდა გვაქვს და ვალდებულებების ნაწილში შემცირება. საბოლოო ჯამში დეფიციტი შენარჩუნებულია იმავე დონეზე, თუმცა ვალის მაჩვენებელი დაგეგმილი თავდაპირველად 35.9%-დან ჩამოდის 34.1%-მდე. დიდი მადლობა. დიდი მადლობა, ბატონ ლადო ბოჟაძეს აქვს კითხვა. მადლობა ქალბატონ თავმჯდომარე, მოგესალმებით ბატონ გიორგი, მადლობა პროექტის წარდგენისთვის. ჩვენ სხვა ფორმატშიც გქონდა საუბარი და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია და რიცხვებით მტკიცდება, რომ ეკონომიკაც იზრდება შემოსავლების, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საშემოსავლო გადასახადის და ის, რომ ადამიანები უფრო და უფრო მეტი ადამიანი სამკვდრობად ჩვენ ქვეყანაში და რაც ყველაზე მთავარია დასაქმებულებს ესდებათ ხელფასი და მათ შორის ეს დასტურდება დამატებითი 12 მილიონი ლარის იმ 2%-ის დით, რომელსაც სახელმწიფო საპენსიო ფონდში შეაქვს და რა თქმა უნდა მისასალმებელია, რომ პირველ რიგში ჯანდაცვის პროექტები დაფინანსდა, თავდაცვის სამინისტრო და მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის თავდაცვის უნარიანობის გაძლიერება. გარემოს დაცვის მიმართულებითაც და რა თქმა უნდა ყველაზე მისასალმებელია სპორტის სამინისტროს ერთის მხრივ ძველი ვალდებულებების დაფინანსება, თუმცა მეორე მხრივ იმას ნიშნავს, რომ სავარაუდოდ 2026 წლის ბიუჯეტში უკვე გაზრდილი ექნება ის პარამეტრი, ის 330 მილიონი, რომელიც ახლა ფაქტობრივი დაფინანსება გამოუვა. მნიშვნელოვანია, რომ ამ გამოწვევების ფონდზე ასევე იზრდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება. თქვენ დეტალურად ისაუბრეთ სხვა იმ სამინისტროებზე, რომელსაც უმცირდება დაფინანსება, მათ შორის განათლების სამინისტრო და ალბათ კოლეგებსაც ექნება შეკითხვები, ამიტომ ამაზე არ შეგაწუხებ, კოლეგებს დაუთმობ ამ სივრცეს. კითხვა მექნება ბაღის პედაგოგების ზოგადად პერსონალის დაფინანსებასთან დაკავშირებით. რაც გეგმავს სახელმწიფო, რომ დაეხმაროს იმ მუნიციპალიტეტებს, რომლებსაც შესაძლებელია ამის საშუალება არ ქონდეთ და დაახლოებით რა რაოდენობით შეიძლება გაეზარდოთ ამ ადამიანებს დაფინანსება. მადლობა. და თუ არ კიდე კითხვები? კი ბატონო, უპასუხო ხო ჯერ თუ შევაგროვოთ და მე ერთიანად ვუპასუხოთ. მოგესალმებით, მადლობა პროექტის წარდგენისთვის. მე მექნება პირველი შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, აუთვისებლობაზე ისაუბრეთ თქვენ და განათლების მიმართულებით, განათლების სამინისტროს ნაწილში, რით იყო გამოწვეული ის აუთვისებლობა, რომელიც დაფიქსირდა და რომელმაც შემდეგ უკვე გამოიწვია ის, რომ ცვლილებები გვიწევს. ეს არის ერთი შეკითხვა და მე ალბათ დაზუსტებისთვის მოვითხოვ ჯერ ამაზე. მაშინ მეც ვისარგებლებ ამ შესაძლებლობით და კითხვას მეც დაგისვავთ. პირველ რიგში ზოგადად უნდა ითქვას და შეფასდეს მნიშვნელოვანი და ამ ცვლილებების ნაწილშიც ის, რომ ზრდა გვაქვს, რომელიც აისახა შემდგომ უკვე ბიუჯეტის დაგეგმარებაზე, ესეც სწორი ხედვის და პოლიტიკის ნაწილი არის. და ის, რომ საერთო ჯამში არ იცვლება, მაგრამ რესტრუქტურიზაცია ხდება, ესეც მნიშვნელოვანია. სამ განათლების კომპონენტზე გადავალ, ერთი საკითხი არის, რომელიც ეხებოდა და უბრალოდ ცოტა ისეთ მომხვდა სოფლის მეურნეობის მიმართულებით, რაც იყო რთველის დაფინანსების კომპონენტში, ანუ ამდენად გაზრდილი იყო რთველის მოცულობა, რომ 160 მილიონი იზრდება, ანუ ეს დაგეგმარებასთან ხომ არ იყო პრობლემა და როგორი იყო წინა წლის მაჩვენებელთან დაკავშირებით აქ ზრდა იყო თუ შემცირება, ესეც საინტერესო იქნება და რაც ასევე მაქვს ჯანდაცვის მიმართულებით, მოგეხსენებათ ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს უსახლკარო მოსახლეობის, სოციალურად დაუცველების ბინებით უზრუნველყოფის ნაწილს, რომელიც გულისხმობს 50,000 ლარამდე ბინის, ასე ვთქვათ, პოვნას და შემდგომ უკვე ამ ბინის დაფინანსება ხდება. მოგეხსენებათ, გარკვეული გამოწვევები არსებობს თვითონ ამ თანხის ფარგლებში საცხოვრებელის ნახვასა და შემდგომ უკვე შეძენასთან დაკავშირებით და როდესაც გადავხედეთ როგორც თბილისის, ასევე რეგიონების მასშტაბით, მათ შორის ეს იყო ავტონომიური რესპუბლიკების ნაწილშიც, აჭარის ასე ვთქვათ ავტონომიურ რესპუბლიკაში, ნახეთ რომ დიდი აუთვისებლობა არის და ის 6 თვიანი ვადა, რომელიც აქვს
სოციალურად დაუცველს, რომლის ფარგლებშიც უნდა იპოვოს ეს ბინა, ის 6 თვიანი ვადები იწურება. ანუ ერთის მხრივ მიღებული აქვს დასტური უსახლკაროზე და დაკმაყოფილებულია მისი, ასე ვთქვათ, მოთხოვნა, თუმცა მეორეს მხრივ ვერ კმაყოფილდება, იმიტომ რომ ამ თანხაში ვერ მოახერხა შეძენა. ამ კუთხით ერთი არის, რომ ხომ არ ვიფიქროთ, რომ ერთი რო ვადის გაგრძელება ის ნაწილზე, ვინაიდან ისინი არ დარჩენ უსახლკაროდ და მეორე ხომ არ ვიფიქროთ ასევე ამ პროგრამის რესტრუქტურიზაციაზე, ვინაიდან თუნდაც მაგალითად ასე ვთქვათ, დევნილთა მიმართულებით ეს კომპონენტი ცოტა სხვა მიმართულებასაც მოიცავს, აქ არის მშენებლობის ნაწილი და ასევე არის მაგალითად ჯარის უბანი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან კარგი პროექტი იყო, რომლის ფარგლებშიც დაახლოებით $100 ფარგლებში კვადრატულის შეძენა შეძლეს ამ კონტინგენტმა ხომ არ ვიფიქროთ რაიმე ტიპის მსგავსი პროგრამების გადახედვაზე და შემდგომ უკვე ამ ბიუჯეტის ფარგლებში იმ თუნდაც დაკმაყოფილებული მოსახლეობის, ანუ დადასტურებული, ასე ვთქვათ, პასუხების შემთხვევაში რეალურად დაკმაყოფილდნენ ეს მოსახლეობა და გასაგებია რომ ეს უფრო ვთქვათ ჯანდაცვის სამინისტროსთან მიმართებული კითხვა არის, მაგრამ აქ არის ვადის გაგრძელებაზე რომ ეს თანხა არ იყო დაკარგული, რაც თქვენთან შეთანხმებით უნდა მომზადდეს. ეს არის ჯანდაცვის ნაწილი და რაც შეეხება განათლების ნაწილს, განათლების ნაწილში შემცირების კუთხით ჩვენ ნახეთ, რომ ერთის მხრივ აუთვისებლობის კომპონენტში ხდება შემცირება, თუმცა 2026 წლის დაგეგმარების ნაწილში ეს ასე ვთქვათ დაკლებული თანხის მოთხოვნა არის გაზრდილი. აქ ძირითადი ნაწილი, ასე ვთქვათ, დაახლოებით 250 მილიონი ლარის უმეტესი ნაწილი, სადღაც 205 მილიონამდე არის ინფრასტრუქტურის კომპონენტი, რომელიც გადატანილი იქნა ინფრასტრუქტურის სამინისტროში, თუმცა არის ისეთი პროგრამები, როგორიც არის მაგალითად STEM ლაბორატორიების მოწყობა. აქაც ერთ-ერთი არის STEM ლაბორატორიების მოწყობასთან დაკავშირებით არსებობდა სტანდარტი, რომელიც მუშავდებოდა განათლების სამინისტროში, რომელიც მათ შორის ჩვენი პარლამენტის წინამოწვევის პარლამენტის პერიოდში განათლების კომიტეტმა თემატური მოკვლევის ფარგლებში დაამუშავა და რეკომენდაციები გასცა STEM ლაბორატორიებთან მიმართებაში. დაახლოებით 9 თვის წინ იყო საუბარი ამ სტანდარტების შემუშავებაზე და თუ გაქვთ თქვენ ინფორმაცია, კარგი იქნებოდა რომ განათლების სამინისტრო ყოფილიყო წარმოდგენილი. თუ გაქვთ თქვენ ინფორმაცია, რა იყო მიზეზი ამ სტანდარტის დამტკიცების, რატომაც მოხდა ასე ვთქვათ გადავადება ლაბორატორიების, ვინაიდან ერთი არის რომ ვთქვათ სტანდარტი მტკიცდება, შემდგომ უკვე შესყიდვა ხდება და ამ თვითონ დანადგარებს სჭირდება დიდი დრო ჩამოსვლაზე, მაგრამ ის რომ წელს გაწერილი თანხა არის აუთვისებელი, აი ამის ძირითადი მიზეზი გვაინტერესებს აი სტანდარტებთან მიმართებაში. მეორე ნაწილი ეს არის ეგრეთ წოდებული ექსელენს ცენტრის შექმნა KfW-ს პროექტის ფარგლებში უნდა ყოფილიყო და ამასთან მიმართებაშიც მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა გამოწვევა არსებობს, იმიტომ რომ ამასთან დაკავშირებითაც საკმაოდ დიდი მრავალი თვეები იყო, როდესაც სამშენებლო პროცედურები უნდა დაწყებულიყო და ამასთან დაკავშირებითაც საჭიროა ვიცოდეთ ინფორმაცია. და ბოლო როგორც ვიცი, ეს ADB-ს პროექტის ფარგლებში არის გარკვეული აუთვისებლობა და ამაზეც ფაქტიურად ქალბატონი ტატას კითხვასაც გაგრძელება იქნება ამ კომპონენტების აუთვისებლობის მიზეზები, რომ უფრო დეტალურად ვიცოდეთ უშუალოდ განათლების ნაწილში. მადლობა. დიდი მადლობა შეკითხვებისთვის. თანმიმდევრობით მიყვებით თქვენის ნებართვით. პირველი კითხვა ბაღებზე არ უკავშირდება უშუალოდ 2025 წლის ბიუჯეტს, თუმცა შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ იმ 10%-იანის ნაწილში, რაც მუნიციპალიტეტებს გაშღერებულია და მათ შორის მუნიციპალიტეტის ვალდებულება და მათი ბიუჯეტიდან ხდება
ბაღების სრულად დაფინანსება, ჩვენ როგორც წელს, ისე მომდევნო წელს მივეხმარებით და სადაც დანაკლისი ექნებათ იმ მუნიციპალიტეტს, დეტალურად მოგვიწევს რა თქმა უნდა ყველას ბიუჯეტის განხილვა და რომელ მუნიციპალიტეტსაც გაზრდილი შემოსავლები არ ყოფნის ამ 10%-იანი ზრდის საფინანსებლად, მათ რა თქმა უნდა ცენტრალური ბიუჯეტიდან დამატებით ტრანსფერის სახით გარკვეული დახმარება, ფინანსური დახმარება ექნება. რაც შეეხება აუთვისებლობებზე და თქვენი ზებართით ერთად ვისაუბრებ, ერთი არის სკოლების ნაწილში ინფრასტრუქტურა, რომელიც ფუნქცია გადავიდა ინფრასტრუქტურის სამინისტროში და აქ მეც ახანაც ვახსენე, ანუ სრულად შეიცვალა მიდგომა, ნაცვლად იმისა, რომ გამოცხადებულიყო ტენდერები, იყო დაგეგმილი ფული ახალი პროექტების შენებლობისთვის, გამოყოფილი იყო ეს თანხა, თუმცა ამ ცვლილების შემდგომ ნაცვლად იმისა, რომ ახალი ტენდერები გამოცხადებულიყო იგივე მეთოდით, ანუ პროექტირება და მშენებლობა ერთი კომპანიის ქვეშ ყოფილიყო, შეიცვალა ეს მიდგომა და დაიწყო ინფრასტრუქტურის სამინისტრომ პროექტების მომზადება, ანუ ერთის მხრივ ტიპიური პროექტები, რომელიც მე დეტალური პროექტი შესაბამის ლოკაციაზე მომზადება, ბავშვების რაოდენობიდან გამომდინარე განსხვავებული იქნება რა თქმა უნდა პროექტები და უკვე პროექტებზე მოხდება გამოცხადება სამშენებლო ტენდერების. ანუ რატო არის ეს სწორი, შეიძლება დიზაინ ბილდის გარკვეულ ეტაპზე არ არის ცუდი, ეს საერთაშორისო პრაქტიკაშიც გამოიყენება, თუმცა რეალურად რაც არის დროის მოგების მიზანი, საბოლოო ჯამში ერთ და იგივე კომპანია როცა იყო პროექტის და სამშენებლო სამუშაოების, როგორც წესი, ალბათ პრობლემა ისიც არის საქართველოში, რომ ამ მოცულობის კომპანიები, რომელთაც ძლიერი საპროექტო და ძლიერი სამშენებლო მიმართულებები ექნება ძალიან ცოტაა, შესაბამისად იწვევდა ხშირად პროექტის ხარვეზებს, რაც საბოლოო ჯამში მთლიანი მშენებლობის ხარისხზე აისახებოდა ხოლმე. ამიტომ ეს მიდგომა შეიცვალა, შესაბამისად წელს ამ თანხისათვისება ვერ მოესწრება, მაგრამ მომდევნო წლებში უფრო დააჩქარებს ეს უკვე პროექტების განხორციელების ნაწილს და შესაბამისად იმედი გვაქვს, რომ მომდევნო წელს უკვე დაგეგმილი ბიუჯეტის პარაგრაფში ინფრასტრუქტურის სამინისტრო სრულად უზრუნველყოფს ამ თანხების ათვისებას. რაც შეეხება ექსელის ცენტრებთან მიმართებაში, აქ ცოტა განსხვავებული სიტუაციაა. ADB-ის ნაწილში იყო მიწის პრობლემა, სადაც გამოყოფილი მიწა რაც იყო იქ სკოლის ტერიტორია, სკოლის საჭიროებაც იდგა და იდგა ასევე პროფესიული სასწავლებლის საჭიროებაც. ანუ როცა მოხდა განხილვა, ბოლოს მიზანშეწონილად შეითვალა პირველ რიგში სკოლის პრობლემა გადაჭრილიყო და სკოლისთვის გადაწყდა მიწის გამოყენება, შესაბამისად ახალი ტენდერი უნდა გამოცხადეს უკვე პროფსასწავლებლის ნაწილში, რომ ახალი მიწა არის მოსაძიებელი და იქ უნდა პროექტირება იქ უნდა გადავიდეს. KFS ნაწილში ექსელის ცენტრი რაც არის, აქ გარკვეული ვალდებულებები იყო, რომ უნდა დაწყებულიყო მშენებლობა წელს, თუმცა აქაც გარდა თვითონ შენობისა საუბარი იყო საერთო საცხოვრებლის მშენებლობაზე, რომელიც უკვე ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსებულიყო, თუმცა მოცულობებთან მიმართებაში არის გარკვეული კითხვები, შესაბამისად განათლების სამინისტროს საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რა მოცულობის უნდა იყოს ის საერთო საცხოვრებელი, რომელიც საჭირო იქნება ამ ექსელის ცენტრისთვის, იმიტომ რომ თუ ჩვენ ავაშენებთ იმ მოცულობის საერთო საცხოვრებელი, რომელიც რეალურად პროფესიულ სასწავლებელში იმდენი სტუდენტი არ იქნება, საბოლოო ჯამში უფუნქციო შენობას მივიღებთ და მისი შენახვა გაცილებით უკვე რთული იქნება ახალი პროფესიულობისთვის, რომ ვიდრე ეს. ამიტომ ამაზე განათლების და მეცნიერების სამინისტრო მუშაობს, მათ შორის კომუნიკაცია აქვთ როგორც გერმანულ მხარესთან და საბოლოო ჯამში ალბათ წლის ბოლომდე მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რა ხელა უნდა იყოს ის საერთო საცხოვრებელი და ის თვითონ პროფესიულობელი თავისი ფუნქციებით, რა თქმა უნდა, რომელიც უნდა აშენდეს ამ რესურსის ფარგლებში. რაც შეეხება რთველის ნაწილში ეკითხეთ, რთველთან დაკავშირებით ჰქონდათ კითხვა და აქ მიდგომა არის შეცვლილი წინა წლისგან განსხვავებით, გასულ წელს დაახლოებით 120 მილიონი დაიხარჯა ბიუჯეტიდან, წელს 220 მილიონ ლარზე მეტი იქნება. ერთის მხრივ მოსავალი იყო გაცილებით მეტი, მეორეს მხრივ თვითონ მიდგომა შეიცვალა და კომპანიების სუბსიდირების ნაცვლად კომპანიას სუბსიდირებას აღარ აძლევდნენ და მთლიანად სახელმწიფო იბარებდა იმ ყურძენს, რომელსაც კერძო კომპანიები არ ჩაიბარებდნენ. ამ მხრივ კომპანიებმა უდნავ შეამცირეს ჩაბარება, რასაც წინასწარ ჩაიბარეს იმდენი წელს აღარ ჩაიბარეს და შესაბამისად დარჩენილი ნაწილი მთლიანად სახელმწიფომ ჩაიბარა და არის ის დაახლოებით 200 მილიონი ლარი იყო მხოლოდ ყურძნის შესყიდვის ღირებულება, რაც სახელმწიფო ჩაიბარა მევენახეებისგან. და ბოლოს ლაბორატორიებზე იკითხეთ, ეხლა სტანდარტებზე დეტალური ინფორმაცია ნამდვილად არ მაქვს, მე უბრალოდ მოგეთქვით ეს 10 მილიონი სადაც გამოთავისუფლდა, გარდა ლაბორატორიების აქ იყო Wi-Fi-ის ანუ
უკაბელო ინტერნეტის მონტაჟი სკოლებში და ჩატარებული ტენდერი, რაც იყო განსაზღვრული ფასი, ტენდერის ჩატარების შედეგად დაждდა უფრო ნაკლები ფასი და ეს ეკონომია სწორედ აქედან გამომდინარე და რაიმე აქ ცვლილება რაოდენობაში სკოლების ნაწილში არ ყოფილა. უბრალოდ სატენდერო დოკუმენტაცია შედარებით სწორად ჩამოყალიბდა და კონკურენცია იყო უფრო მაღალი და შესაბამისად მოგვცა საშუალება თვითონ ტენდერში მონაწილეების კონკურენციიდან გამომდინარე უფრო ნაკლები ფასი დაждდა და ამან წარმოქმნა ეს ეკონომია. ჯანდაცვაზე? უსაფკარულებს რაც შეეხება ამ ნაწილში ვადის გაგრძელება აბსოლუტურად მისაღებია და ესეც არის რეალურად ეს ვფიქრობთ რომ 2 წლიანი ბიუჯეტი იქნებოდა და ახლობით 1000-მდე ოჯახი იყო და დათვლილი, თუმცა ხედავთ რომ 2 კი არა მე-13 წელს გადადის და ანუ ჩვენ ვფიქრობთ რომ ეს უნდა ამოვწუროთ ეს პრობლემა თავიდან ბოლომდე შესაბამისად ამ ვადაში ჩაგეტილი არ ვიქნებით ჯანდაცვის რომ შეიძლება გარკვეული რეგულაციების ცვლილება ჭირდებოდეს მაგრამ ესე რომ უვადოდაც როცა იპოვი მაშინ მოგცემ ეგეც არ არის. ანუ აქ ალბათ შესაბამისი მუნიციპალიტეტის ნაწილიც იქნება ჩასართავი იმასთან დაკავშირებით, რომ მიეხმაროს ამ ადამიანებს შესაბამისი ფართის მოძიებაში. აქ ვერ გამოვა ის მოდელი, რომელიც ბრძანეთ იგივე ჯარისქალაქთან მიმართებაში, იმიტომ რომ ჯარისქალაქის $100 იყო თანადაფინანსება იმის თვითონ ბენეფიციარის მხრიდან აქ თანადაფინანსების კომპონენტს ვერ შემოვიტანთ ეგ ერთი. მეორე იქ ეს ადამიანები არ არიან ერთ ლოკაციაზე განლაგებული, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში არიან და სხვადასხვა მუნიციპალიტეტები ჩამოიყვანო და ან თბილისში ან ნებისმიერ სხვა ლოკაციაზე ააშენო ერთი კორპუსი და იქ შეასახლო, ცოტა არ გამოვა თლაც სწორი მეთოდი ნაწილში. ესე იგი პირველ რიგში აშენების ნაწილში ქარი გულისხმებოდა რომ ერთიანად რაღაცა ერთ უბანში ჩავასახლოთ აქ უფრო მეტად იგულისხმებოდა რომ იმ შემთხვევაში თუ მაგალითად გამცხადებელს იმ თანხის ფარგლებში შეუძლია რომ ააშენოს აი ამ ნაწილს გულისხმობდით, რაც შეეხება ზოგადად თვითონ ის მაჩვენებელი, რომ 1000 ოჯახს დადებითი პასუხი აქვს მიღებული და მხოლოდ 353-ს აქვს ათვისებული, ესეც მიგვითითებს, რომ რაღაცა პროგრამაში არის თვითონ შესაძლებელი და რეკომენდაციის ნაწილში ერთი იყო, რომ თქვა აშენების კრიტერიუმი შემოგვეღო და მეორე, როგორც მაგალითად ქალაქ თბილისის მერიას აქვს კერძო სამშენებლო კომპანიების შემთხვევაში კოეფიციენტის ზრდა, როდესაც არის მიმაგრებული უსახლკაროების დაფინანსების ნაწილზე, იქნებ კერძო სექტორის ჩაგვერთვა და წაგვეხალისებინა ამ მოცულობის ნაწილში, თუნდაც კოეფიციენტების ჭრილში რომ გაგვეხილა და ნუ იქ იყო საუბარი ასევე თანხის აწევაზეც, ვინაიდან 50,000 ლარი მოგეხსენებათ საკმაოდ მცირე არის, თუმცა ამასთან დაკავშირებითაც გავაგზავნებთ კონსულტაციებს კომისიის ფარგლებში და იმედი მაქვს, რომ ეს ნაწილი დაკმაყოფილდება. ასევე დაზუსტება მინდოდა ერთი, თქვენ ახსენეთ Wi-Fi-ის ასე თქვათ დამონტაჟების ნაწილი, ეს Wi-Fi თვითონ სასკოლო ინფრასტრუქტურის ნაწილზე OpenNet-ის პროექტის ფარგლებში არ არის, ხო? ანუ ეს სკოლაში რო იყოს უკაბელო ინტერნეტი, თვითონ შიგნით სკოლის ინფრასტრუქტურა. კი ბატონო, რაც შეეხება KFW-ს პროექტის ფარგლებში თქვენ ახსენეთ, რომ ასე თქვათ საცხოვრებელის კომპონენტი იყო, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტით უნდა აშენებულიყო. ანუ პროექტი მოიცავს, რომ ერთობლივად უნდა მოხდეს გამოყოფა და ამიტომ ვერ იწყებს თვითონ პროექტი. ეხლა შეიძლება რომ თქვათ პროექტს დაეწყო თვითონ მუშაობს გერმანიის მხარესთან და საბოლოოდ ალბათ წლის ბოლომდე გვექნება შესაბამისი გარემო. კარგი და დააჩქარებული იქნება ის design build-ის ალტერნატიული ვერსიის ნაწილი. უბრალოდ აქ გამოწვევა ხომ არ იქნება, თქვათ ცალკე ტენდერის გამოცხადებაზე პროექტირების ნაწილზე და ცალკე ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე ეს პირიქით ვადებში ხომ არ გაწელავს ამ პროცესს თუ დაჩქარებაში რაიმე სხვა ნაწილს გულისხმობდით. დაჩქარებაში მოგახსენებთ პირველ რიგში დაჩქარებაში გულისხმობ რომ დიზაინ ბილდი არის მაგიტო რომ თითქოს უფრო ჩქარა მოხდეს ყველაფერი თუმცა პროექტირებას თავისი დრო თუ არ დაეთმო საბოლოო ჯამში მივიღებულობთ უხარისხო პროექტს უხარისხო პროექტით დაწყებული მშენებლობა საბოლოო ჯამში ღებულობს უფრო გრძელვადიან პერიოდი ჭირდება ვიდრე სწორი პროექტით დაწყებული მშენებლობა ამიტომ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული პროექტირება ცალკე დაკონტროლდეს პროექტი არსებობდეს თუმცა იმიტომ რომ გარკვეულ ვადებში მოვიგოთ ტიპიური პროექტები იქნება ძალიან ბევრი და შემდეგ ტიპიური პროექტის ლოკალიზება ანუ ადგილობრივ კონკრეტულ ლოკაციაზე უფრო მარტივად ხდება და ამას ხარისხზე უკვე ვერ ექნება დიდი გავლენა და უკვე როდესაც მზა პროექტით მივდივართ სამშენებლო სამუშაოებზე იქ გაწერილი ვადების უფრო ზუსტად დაცვა იქნება შესაძლებელი
რაც შეეხება მეორე ისევ ჯანდაცვას რო დაუბრუნდე, კოეფიციენტები კარგი ინსტრუმენტია, თუმცა ეს მხოლოდ თბილისში შეიძლება გამოვიყენოთ, ახლა აქ საუბარია რიგ შემთხვევაში სოფლებში სახლების შეძენაზე და როდესაც ეს ადამიანები მუნიციპალიტეტებში და სოფლებში ცხოვრობენ და იქ კოეფიციენტების პრობლემა ნამდვილად არ არის და იმდენი მშენებლობაც არ მიმდინარეობს რიგ მუნიციპალიტეტებში, რომ თბილისივით გამოვიყენოთ კოეფიციენტის და ამან მოგვცეს საშუალება სახლებით დავუმოყოფილოთ. Ну, ამაზე შეგვიძლია კიდევ ვიმჯეროთ, ნახოთ როგორი უფრო ოპტიმალური იქნება, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენთვის პრიორიტეტია, რომ ამ ადამიანებს საცხოვრებელი ქონდეთ. ახლა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ რაღაც ხუთსართულიან სახლებს ვერ უყიდით, ხო? ამ უნდა იყოს ისეთი, როგორიც იმ შესაბამის ოჯახს ჭირდება, მინიმალური აუცილებელი პირობები. სულადობის მიხედვით შეიძლება ვიღაცას მეტი ჭირდებოდეს, ვიღაცას ნაკლები ფართს გულისხმობ, თუმცა უნდა დაკმაყოფილდეს ისე, რომ შესაბამისი ფართის ყიდვა შეძლოს საბოლოო ჯამში. ბატონო კახაძეს აქვს კითხვა. დიდი მადლობა. მე მეორეჯერ ვესწრები ამ ასეთ განხილვას. წინა განხილვაზე სამი კომიტეტი ჯანდაცვა, კულტურა და სპორტი იყო. ძალიან შედეგიანი იყო განხილვის პროცესი. ეხლა მე კითხვა არ დამისვას, ამიტომ დაზუსტების კუთხით არა დაიბადა ერთი კითხვა და ბოდიშვიხტი პროცედურული ნაწილისათვის არ მქონდა წინა საკითხვა დასმული. აქ რამოდენიმე ნაწილს აქედან დავიწყოთ პირველი ბინების შესყიდვებთან დაკავშირებით. და როცა დაისვა ვადები დაისვა 6 თვეში თუ ვერ მოახერხა მე რაღაცა პრობლემები იქნება. არ იქნება ურიგო რომ საქართველოში 1,100,000 ოჯახია მეტი არა. ეხლა სისტემური რეგისტრაცია კიდე და აზუსტებს ბევრ მონაცემებს. არ იქნება ურიგო შეიქმნას ერთიანი რეესტრი, რომ ყველა იმ ადამიანების შესახებ ინფორმაცია, რომელსაც თავისი ქონების განკარგვის სურვილი გაუჩნდება. ეს იყოს რეესტრი და ის ადამიანი, რომელიც ბინით არის დასაკმაყოფილებელი, მას კი არ გადავაბაროთ, რომ წავიდა მოძებნე. არამედ ჩვენ შევთავაზოთ, ეს არის ამის საშუალება, რომ აქედან აირჩიეთ, რომელი იქნება დრო დაიზოგება და ის 6 თვიანი დროც ადვილად იქნება გამოყენებული. ეს პირველი. მეორე ნაწილი. ძალიან კარგი რამე დაიწყო პრემიერმა და სწორად მივდივართ ყველანი ამ კუთხით, რომ თურმე შესაძლებელი რაღაცების ეკონომია. ანუ ხარჯის ეკონომია, ანუ ოპტიმიზაცია. და ეს ხელმძღვანელზე არის დამოკიდებული და სისტემა ამ კუთხით ახალისებს. მე კითხვა მაქვს, აი ეს ეკონომიის მიერ მიღებული თანხები ჩამოერთმება და მეორე წელს გადაეცემა თუ დარჩება იგივე ეკონომიის გამწევს და ამას გავლენა არ ექნება ახალი ბიუჯეტის დამტკიცების დროს. ანუ მათ მერე ეს მიღებული თანხები და ეკონომიური თანხები ლოგიკურად შეიძლება გამოიყენონ თავისი მომავალისთვის პროექტის უფრო ფართო მასშტაბით, ან უფრო სრულყოფილი ფორმით განვითარებისათვის. და ეხლა ბოლო. თქვენ ახსენეთ ტიპიური, ძალიან როდესაც ინფრასტრუქტურაზე ლაპარაკი, ძალიან კარგი გადაწყვეტილება არის. თავიდან ბოლომდე ვიზიარებ ამ გადაწყვეტილებას. სამი დონეა უმაღლესი საშუალო და შესაბამისად საადაპტაციო ტიპიური პროექტები. ჩემთვის, როგორც ექიმისთვის პირველ რიგში, მე როგორც მშობლისთვის, ბაბუისთვის და ამ გარკვეული გამოცდილების დაგროვებისა, მე სულ თანხმედრაში სახელმწიფოს პოლიტიკასთან, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთოთ ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების გზაზე, ექიმის სკოლაში დაბრუნება, აქ უამრავი პროექტები, მრავალფუნქციური ცენტრები, ეს ყველაფერი ჩემთვის იქნება მისაღები, თუ ჩვენ დამკვეთი ტიპიურ პროექტებში ჩავთავთ აუცილებლად შიდა და გარესიფცე სპორტული დატვირთვის კუთხისათვის და საცურავო აუზებს. ჩვენ უკვე ნელა-ნელა გავიმართეთ, ღმერთმა მეტი შეგვაძლებიოს, ერთად გოფნით და გვაქვს ზრდის დიდი პერსპექტივა, რომ 10 ასაშენებელ ტიპიურ პროექტებში იყოს სკოლა 24 საათის განმავლობაში. ხა პირდაპირ ვუტრირებ ამას, მაგრამ აბსოლუტურად ბავშვებისათვის დასასაქმებელი დრო არ რჩებოდეთ სხვა რაღაცისათვის. გართობა უნდათ, სპორტი უნდათ, ცურვა უნდათ, ხელოვნება უნდათ, სიმღერა უნდათ და განათლების ძირითადი კერა იმ უნარჩვევების შეთვისება, რომელიც მათ მოამზადებს მომავალ საფეხურზე გამოცდების ჩასავარებლად. იქნებ ჩვენ აი ინიციატივით კომიტეტის და თანხმობით ფინანსების განკარგავს ამას, გავაკეთოთ ასეთი მოდელი ტიპიურში, გავითვალისწინოთ ის მრავალპროფილურობა, რომელიც სპორტულ აქტიურობას მთებს გაუშვებს. მადლობთ.
დიდი მადლობა ბატონო დადო. რეესტრთან დაკავშირებით, ალბათ შეიძლება მუშაობა, თუმცა მსგავსი რეესტრის შექმნა იმდენად დიდ დროს წაიღებს და ასევე მუდმივად ცვალებადია დღეს მინდა სახლის გაყიდვა, ხვალ აღარ მინდა, ძალიან ის იქნება, შეიძლება გარკვეული რაღაცა ბაზა არსებობდეს, თუმცა მე მგონი ვიდრე ამ ბაზას გავაკეთებთ, მანამდე ეს ხალხი უფრო სწრაფად უნდა დავაკმაყოფილოთ, ვინც ამ 1000 ოჯახზე ვსაუბრობთ. რაც შეეხება ეკონომიებს, ეკონომიები რიგ შემთხვევაში თუ იმოვეწეს ათვისებადია, ეს თანხა შესაძლებელია მოხდეს და იგივე პროექტზე მიიმართოს, თუ სხვა შემთხვევებში შესაძლებელია ეს ეკონომიები გროვდებოდეს სხვადასხვა უწყებიდან, ეს ხო არ არის უწყების თანხა, ეს არის კონკრეტული მიზნობრიობით პარლამენტის მიერ დამტკიცებული განსაზღვრული ბიუჯეტის თანხა. ის მიზნობრიობა თუ შესრულდა, მოდი ახლა ეს რახან ეკონომია დამშა, ავდგები და სხვა რაღაცაში დავხარჯაო, ესე რა თქმა უნდა ვერ იქნება. ამიტომ მსგავსი ეკონომიები თუ მოცულობით იქნება წლის განმავლობაში, ამას ერთობლივად შევხედავთ, საჭირო იქნება ბიუჯეტის ცვლილებები თქვენ წინაშე წარმოუდგენთ და ერთობლივად მივიღებთ გადაწყვეტილება, საიდუმლოა გადავამესავდეთ. მაგალითად, ბევრი სხვადასხვა პროექტიდან თუ დარჩა პირობითად 50 მილიონი და არის, გადავწყვეტოთ ეს 50 მილიონი არის, შეიძლება იმ სხვადასხვა უწყებებს კი არა, ისევ სკოლებს მოვახმაროთ, ან სხვა რაღაცას მოვახმაროთ. ესე რომ დამჭა ეკონომია ამდენ გინდათ თუ არა მე უნდა წავიღო, ამ სქემით ნამდვილად არ ვაპირებთ რომ ვიმუშაოთ. რაც შეეხება პროექტებს, ტიპიური პროექტებში პირველ რიგში მინდა დავაწყოთ, რომ გულეცხობ არა იმას რომ ყველა ერთნაირი იქნება, იმიტომ რომ ახლა მესტიაში და გურჯაანში პირობითად ერთ და იგივე ნაირი შენობა არ უნდა გქონდეს და არ იქნება შესაბამისი ლოკაციების მიხედვით სხვადასხვა მუნიციპალიტეტების სხვადასხვა მხარეებში იქნება სხვადასხვა, ოღონ პირობითად გურჯაანში ან მესტიაში იქნება ტიპიური სამნაირი მოდელის სკოლის და სამივე ბავშვების რაოდენობიდან გამომდინარე ესე აშენდება. რაც შეეხება სპორტული ინფრასტრუქტურა, ახალ სკოლებში ყველგან გათვალისწინებულია სივრცეები, თუმცა აუზებზე ნამდვილად ვერ წავალთ, იმიტომ რომ აუზის მოვლა შენახვა თითქმის წარმოუდგენელი იქნება, რომ სკოლის პირობებში აუზების ნორმალური მოვლა შენახვა და იქ შესაბამისი ინფრასტრუქტურა ერთის მხრივ იყოს, მოეწყოს, ძალიან დიდ ხარჯთან იქნება და მერე მისი მოვლა შენახვა ფაქტიურად წარმოუდგენელი იქნება. მაგრამ იმისათვის რომ ბავშვებს ამაზე წვდომა აუცილებლად ჰქონდეთ და ეს მნიშვნელოვანი კომპონენტია, როდესაც პრემიერი საუბრობდა და მულტიფუნქციური ცენტრების მშენებლობაზე საუბრობთ, ეს ითვალისწინებს, რომ ყველა მუნიციპალიტეტში უნდა არსებობდეს მულტიფუნქციური სპორტული ცენტრი, რომელშიც რა თქმა უნდა მათ შორის აუზის იქნება გათვალისწინებული და ჩვენ გვაქვს რამდენიმე მუნიციპალიტეტში ესეთი სპორტის სასახლე, სადაც არის ყველაფერი გარდა აუზისა, ასეთ შემთხვევაში იქ ცოტა შეიცვლება ის თვითონ მთლიანი პროექტი ახალი სპორტის სასახლე რა თქმა უნდა არ აშენდება, თუმცა აუზის რაც არ არის, აუზის მშენებლობა განხორციელდება. არა მარტო სხვაგანაც არის, მაგრამ ქუთაისშიც მაგალითად ასევე მაგასთან დაკავშირებით არის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ის საშეღავათო პროგრამები, რომლებიც ერთის მხრივ სოციალურ დაუცველებისთვის უფასო წვდომას უზრუნველყოფს მსგავს სივრცეებში, მაგრამ ასევე კომისიის ფარგლებში ბატონ ლადო ბოჟაძის თაოსნობით ვამუშავებთ წინადადებას ფედერაციებსა და სამინისტროებთან, ასევე რეგიონალურ წარმომადგენლებთან იმისათვის, რომ ასე ვთქვათ, მრავალშვილიან ოჯახებს ეს შეღავათი ჰქონდეთ, მოგეხსენებათ აქ ჩვენს ახალგაზრდობის სასახლეშიც აქვთ გარკვეული შეღავათები სხვადასხვა წრეებზე სიარულის, თუმცა გეთანხმებით, რომ ცურვა ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტი იმისათვის, რომ ჩვენ გვყავდეს როგორც ერთი რომ დაინერგოს ჯანსაღი ცხოვრების წესი, მაგრამ ასევე გვყავდეს მოსახლეობა ჯანსაღი და ამ კუთხით გავაგრძელებთ მუშაობას კომისიის ფარგლებში საშეღავათო პაკეტების შემუშავების ნაწილში. კარგით, თუ კითხვები არ არის, გთავაზობთ, რომ კენჭი უყაროთ აღნიშნულ წარმოდგენილ ცვლილებას, ვინ არის მომხრე. დიდი მადლობა, თუ სხვა საკითხები არ არის, შეგვიძლია კომიტეტი დახურულად გამოაცხადოთ. მადლობა.